მიმართვა სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი. მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც გაითავისეთ ჩვენი ოჯახის მძიმე მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ წელიწადი და 2 თვე სრულდება ჩემი შვილის ცოტნე ზვიადისძე გამსახურდიას მიმართ განხორციელებული ტერაქტიდან, რომელიც მიზნად ისახავდა მის ფიზიკურ განადგურებას. თავის ქალას არეში მიაყენეს ტლანქი და მძიმე სხეულით დარტყმები, რის შედეგად დაუზიანდა თავის ქალას ძვლები. საჭირო შეიქმნა ტრეპანაცია, რომელიც 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპერაცია ჩაუტარა ბატონმა ჯვარშეიშვილმა, რომელსაც უდიდეს მადლობას მოვახსენებ. გარდა თავის ქალის მძიმე დაზიანებისა, ასევე დაჭრეს ფილტვისა და პლევრის არეში, სადაც ძლიერი სისხლდენის შედეგად განუვითარდა ჰემორაგიული შოკი. გონება დაკარგული სასწრაფო დახმარების ექიმების სწრაფი რეაგირების შედეგად გადაყვანილი იქნა ქალაქის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში. მდგომარეობის სიმძიმის გამო საჭირო გახდა მისი გადაყვანა უცხოეთის კლინიკაში. სამწუხაროდ გათვლილი იყო, რომ ყოველივე დაასრულებულიყო ფატალური შედეგით. პასუხისმგებლობის მოხსნის მიზნით გაგვამწესეს ჩვენთვის არაპროფილურ თურქეთის აჯიბადენის ონკოლოგიურ კლინიკაში. მიუხედავად ჩემი დაჟინებული მოთხოვნისა, რათა ცოტნე გადაგვეყვანა გერმანიის მაპროფილებელ კლინიკაში, უშედეგო აღმოჩნდა. აჯიბადენის კლინიკაში ფაქტიურად ცოტნე იმყოფებოდა მკურნალობის გარეშე, რაც საქართველოდან თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული იყო. აპრილის პირველი რიცხვებიდან იმ კლინიკასაც ჩამოაშორეს და გადაიყვანეს იელოვას კუნძულზე დისპანსერულ დაწესებულებაში, სადაც არავითარი მკურნალობა არ უტარდებოდა. იმყოფებოდა 200 გრამ იოგურტზე, რის შედეგად ცოტნე ჩონჩხად იქცა. ამჯერად მიზეზი გახლდათ COVID ეპიდემია, თითქოს ჩარტერული რეისით არ შეიძლებოდა მისი გერმანიაში გადაყვანა. ყოველივე გათვლილი იყო დროის გაყვანაზე, რათა მიეღოთ სასურველი შედეგი, ფატალური ან ინვალიდად დატოვება. ამჯერად აღარ გავაგრძელებ სრული მიმდინარეობის აღწერას. ვრცლად ვისაუბრებ სოციალური ქსელით, ვინაიდან მე როგორც დედა მანენა არჩვაძე გამსახურდია ხელისუფლების მიერ იგნორირებული გახლავართ. ამ ხნის განმავლობაში ჩემით არ დაინტერესებულა არც ელექტრონული ბეჭდული თუ სხვა მედია საშუალებები. სამაგიეროდ ცოტნეს და ჩემი თურქეთში ჩაყვანის დღიდან დაიწყო უშიშროებისთვის საჭირო ჯაშუშის ყალბი დოკუმენტების შეგროვება და საქალაქო სასამართლოს უსამართლო მოსამართლე ქეთევან კუჭავას მიერ 2021 წლის 13 იანვარს მემკვიდრეობით უშიშროების ოჯახის ჯაშუშის ჯაბაური ჯაბიევას მხარდამჭერის სტატუსი მიენიჭა, რომელიც სწრაფი წესით ჩამოიყვანეს თურქეთის უშიშროების წარმომადგენლებმა. ამას მოყვა ჩემი თურქეთიდან გამოძევება და ფაქტიურად ამ ქალს ჩააბარეს ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლე. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს ყველა ძალოვანი თუ ჯანდაცვის სტრუქტურა სასამართლოსთან ერთად ჩართეს ჯაშუშის პოზიციების წარმოჩენაზე. ყოველკვირეული სატელევიზიო და ბეჭდური მასმედია სისტემატიურად აქვეყნებს დეზინფორმაციას ცოტნე მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბოლო ინტერვიუ გადასცა ტელეიმედმა 7 თებერვალს იმედის კვირაში წამყვანი ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა, რომელიც მიეძღვნა ჯაშუშის ქებადიდებას. მოწვეულმა ექიმმა ვინმე ზაზა ქაცარავამ, რომელიც პროფესიით გერიატრიის ხაზით მუშაობს, სულ 2-ოდე წინადადებით აღნიშნა, რომ ცოტნე გამსახურდიას აქვს ტვინის მძიმე დაზიანებები, რითაც ფაქტობრივად დაამკვიდრა აზრი ცოტნეს ინვალიდად დარჩენის თაობაზე. ასე დაიწყო საზოგადოებრივი აზრის შეგუება ამ უმძიმეს მდგომარეობასთან, რომელიც ცოტნეს საბოლოო განაჩენია. ვაფრთხილებ და მოუწოდებ ყველას, ვინც ცოტნე ამ მდგომარეობამდე მიიყვანა,
მსოფლიოში მრავალი მეთოდი არსებობს ტვინის რეაბილიტაციისა და სრული გამოჯანმრთელებისა. არც გაიფიქროთ ცოტნე საქართველოში ინვალიდად ჩამოყვანა, თორემ უმძიმე შედეგს მიიღებთ. ჩამოაშორეთ ყველა ჯაშუში, რომელსაც პირადად ქართულ ფონდი აფინანსებს და დააფინანსეთ სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან. სანამ არ მოხდება მისი სრული გამოჯანმრთელება, ამ ნაბიჯით ცოტნე სხვისი მძევალი არ იქნება. სახელმწიფო ვალდებულია ცოტნე გამსახურდია, როგორც საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმური პრეზიდენტის ზვიად კონსტანტინეზე გამსახურდიას შვილი დააფინანსოს სახელმწიფომ, ასევე მშობელი დედა, რომელიც ცოტნესთან ერთად უნდა იმყოფებოდეს და ფინანსდებოდეს სახელმწიფოს მიერ. 2021 წლის 14 თებერვალი. მადლობთ ყურადღებისათვის.